გამამზადე ძვირფასებო. ამჯერად გამოვიყვანე 7 კრემი არასდროს არ მყოფნის 8-ზე და 7 ცალი გამოვიყვანე ესეთი. ნახოთ აბა რა გამოცხება რა გამოვა. ჯერ კიდე ცხელია ცომი ზეგარის, მაგრამ მირჩევნია რომ გაიწიე მოვილიო ეგ საქმე. მოკლედ ძვირფასებო. გამოვა 7 ფირფიტა. ეხლა ვაკეთებ კრემს და ისა გაჩვენოთ. და ახლა უნდა დავამატო იოგურტი. და ეხლა გეტყვით რაღაცას. ფაფა ვუქენი. ხო და მამა. ეხლა რას მივხვდი ფასებო მე. რამდენი ხანია რომ კრემს ვაკეთებ და მამა ჯავე ხელი გამოდის. და ეხლა მასალა გაჩვენებთ მერე და მოგიყვებით. ამ ფირფიტებიდან ძვირფასებო 2 ფირფიტას ძალიან ნაბეტანი მოვიდა. სადღაც მესამეს და მეოთხეს. ხო. ეხლა ვანილს უზამ, მაგრამ ფიქრობ რომ არ საჭიროებს და ძალიან გთხოვთ თქვენ მე რომ აი კრემს რო გააკეთებთ 1 ცალი ეს დაუმატეთ 1 რას საკეთებს ეს გოგო რა გემოსაძნეს ესო და ნახეთ თუ არ იყოთ კმაყოფილი აი არ ვიცი ძალიან სასწაულგემოს აძლევს ეგ და უფრო ჰაეროვანიც ხდება კრემი. ეხლა იცით თქვენ რომ მე ყოველთვის კრემს ვაკეთებ ერთნაირად. ფაფა ოდა და 1 მალაკო. მაგრამ ნახეთ როგორ ვაკეთებდი. მე მინდა. კაი, ოღონდ აქედან დადი. აი ასე და ამას დავაჭირო? ხო, ოღონდ თავს მოკიდე ხელი, ის სათამაშო დადე. ამას დავაჭირო? მოუვიდე. კარგი კრემი გამოვიდა. აი ძალიან. ჩემი ბევრი ფიქრის და გამომდინარე, რომ აი სულ ძალიან მაგარი კრემი გამომდიოდა და ნეტა რას ან ვაკლებ ან ვამატებ მეტი და მე რომ ვიფიქრე 500 გრამი არ უნდა ერთი ფაფაზე უნდა როგორც 1 მარგარინი გამოგდიოდა და 1 მალაკო აი ის დოზა ზუსტად გავჭერი სადღაც 300-ან 400 გრამამდე არა 300 იქნებოდა მეტი არა 400-იც არა ხო 300 იქნებოდა 300 გრამი 400 არ იქნებოდა არაფრით და 1 მალაკო 1 ლიტრი ფაფა ბოლომდე წაიღო არც აჭრილა არც არაფერი ძალიან მაგარი კრემი გამოვიდა ახლა ჩაგახედებთ თქვენს აი აი ნახეთ აი უყურეთ გასინჯადი ახლა აი ძალიან კარგი კრემი გამოვიდა თან 1 იოგურტიც გვაქვს ესე იგი ეს სტატისტიკა იმედია მეყოფა და ეს ტორტს რო ვაცხობ მაგისტვის გაუხსნია ეგადას მაგრამ ესეთი რა შემხდეს მეთქი ხვალ ეს აძლევს განსაკუთრებულ გემოს აი ამით მარწყით და ატამითა არა ბანანია მაგრამ საერთოდ მომწონდა ატამი და მქონდა მაგრამ ეს ბანანი და მარცვლეული მგონი და აი ძალიან მომეწონა ეხლა რო გავსინჯე კრემის გემო აი ძალიან მაგარი გამოვიდა ასე რომ ამ იმის ფილმის ნეჟნი რო აწერი ამის იოგურტები ყველა ძალიან მოწონს ყველა კარგია ნუ ძრებით ეხა მან ეს იოგურტი რომ მოვიტანე აი ნახეთ 1 ლიტრი ფაფადან აი არაფერი არ ამას სულ იმას უქენი ვის გადიყიდე რა დედა
ანიკობები რადგანის მოვიტანეთ ვარა დამალე. ვიცოდი თქვენ რომ მოგინდებოდათ. და ისედაც ახლა გეგას გამო ამდენი ავიღე და მე ჭკვაზე არა ვარ. ნახე ხა ეს რომ მოძურა. გადაკეთე. გოგო. კაი. და კარგი. მე დავიწყებ ხან ამ ცხრის აწყობა. მაგარია. გავკრემა. მაგარია. და მე მინანქას გავაკეთებ. არ მინდა სქელი გამომივიდეს, იმიტომ რომ სქელი მინანქით არავის არ უყვართ და ცოტა ხელს გავაკეთებ მინანქას. ესე გადავწყვიტე. მუხანი ამოსულა ჯერ და ვიცი როდის მოვა. რას ვადარდებთ ჩვენ მაგ ადამიანს უხტოს. ხო, ეხლა რა მინდა და აი ასე თუ იმას ვისა. ხო, ცოტა სად. წავუსმევ აი ასე. რო არის რეალო სინა. ბიჭო, გეგა დავიხალე, ბიჭო. როდის იყო შენ კრემს რო ჭამდი? ხო და ნახეთ. ამასაც ნამეტანი მოუვიდა. აგერ. აი რა მიკვირს იცით? ასეთი მაგარი ფირფიტები გამოდის და მე აი ესენი, აი ამას უყურეთ როგორი გამოიწვა. ხო, აი ესეც. სამი ფირფიტაა. ღმერთო დიდებულო. კაი, მოკლედ ამით დავიწყოთ. ესე დავდოთ, თუ რამე ზედმეტია ყოველთვის მაკრატლით ვაჭრი. ხოდა იმედია ეხლა მაინც მე ყოქაკრე. არასოდეს არ ყოფნის ხო. არასოდეს. მართლა არასოდეს არ ყოფნის კრემი. კაი, მოკლედ მე ხა ამას წავუსმე და მოვალ ესე დრო და დრო. მაინც არ ჩანს ის იქ არაფერი. ნაი. საღამო მშვიდობის ძვირფასებო. როგორ გიკითხოთ? მოკლედ, ეხა მე იმდენი რამე მაქვს ერთბაშად დაწყებული, მარტო ვარ ინდაური შევწვი. ასე, ჯერ მოუხარშე, რა თქმა უნდა. ხერხილი გავრეცხე, მაგრამ კიდე უნდა დავამატო. ხერხილს ანუ ცალ-ცალკე გავრეცხავ და მე ერთბაშად შევინახა. თან ქათამიც შევწვი და იცა გაჩვენა. აქ მქონდა შიგნით, ეხა ისე მომიწევს მერე დაპაუზება. აი, ასე გამოიყურება ეს ნაყიდი ქათამი. ეხლა ძროხის ხორცი ვიყიდეთ. იქედან გამომდინარე, რომ მუხა მეუბნება, რომ ერთ ადამიანს უნდა მოსვლა. ჩქარიდან მოდის იცით თქვენ, ჩემი დედამთილი ვიცოდი რომ მოდიოდა, მაგრამ არ ვიცი კიდე ვინ მოდის, ამიტომ ძროხის ხორცი ვიყიდეთ, გავედით და აქ ძველი ღუმელი შემოვიტანე ამისთვის გაზზე არ წვავ იმას. იცით თქვენ. რა ქვია ხალხო? ინდაურს და იმას ქათამს. ინდაური რა თქმა უნდა ჯერ მოხარშე და მერე იმას ვქენი. შევწვი. კაი, მოდი ჯერ შაქარს ჩავყრი. უფრო უკეთესია ყოველთვის ჯერ რომ შაქარი ჩავყაროთ, რომ მერე კოშტები არ გაუჩნდება. ხაფას
ამიტომ დავიწყე ხაფის მომზადება, წარმოიდგინეთ, თელ სენაკში ტორტის მოსართავები ვერ ვიპოვე. არც კარამელი იყო, არაფერი რა მოკლედ. არც რამე მაგალითად მანქანებს და რაღაცებს რო დავსვამდი ზემოთ. არაფერი არ იყო, ვერ მივაგენით. იქ სადაც ვყიდულობდი, ხეთ 2.5 ფუზა, ეხლა იმიტომ რომ ის კრემი რაღაც ძალიან კბილი მომეჩვენა. ამიტომ 2.5-ს გავუკეთებ. რა ვიცი, ზოგჯერ 3-ს და 3.5-საც ვაკეთებ და იმდენად კბილი არ არის. 1 2 3 4 5 6 7 8 ეს ლიტრა ნახევრიანია, მაგრამ 1 ლიტრს ჩარას ხამ. მარილი უფრო ატყობობს. საერთოდ იცით როგორც ვაკეთებდი, ხო იცით, ამას ცალკე ვამზადებდი და იქ მერე ძეში ვასხამდი ფილში ან ცხელში ამ მასას. მოკლედ ყველა ქვაბში რაღაც მაქვს. გაურეცხავი არცერთი არ მაქვს, მაგრამ ერთში ფაფა, ლობიო, სოუზი. ასეთ პატარებში, რომლებიც მჭირდება. დაიცად მუხარებ. ახლა ვაკეთებ ხარჩოს. ისეთი კარგი წითელი იყო და ნახოთ. სქელია. უფრო გასქელდება მე მგონი და არ ვიცი. მოკლედ დავამატე მწვანილიც და აი სისქესაც ხედავთ. თან ეს იცით რომ ხვალ უფრო სქელი იქნება, მაგრამ არ ვაპირებ ახლა გათხელებას. ძალიან მომწონს და იყოს ესეთი. გემოზეც არის უბემრიელესი, ნელცეცხლზე იდუღოს ცოტა ხანი, მწვანილი რო ჩავყარე მაგიტომ. გაზი გასახეხი მაგ ისეთ დღეში მაგ ვერ წარმოიდგენთ. ფაფა გავაკეთე და გარეთ გავიტანე კრემისთვის. ეს მომწონს. ესე რომ თუხთუხებს მაშინ. აი ეს. მე რო გიჟივი დავბივარ. ეხლა მაღაზიაში დავიქეცი 7:25 წუთია. ესენი ამოვრეცხე, რაც მქონდა გასარეცხი, ეს გასარეცხი არ არის, აქ ხახვი დაიცნობს, წიწაკა მოხარშული, ხო და ეს ხერხილია აქეთ, რაც მიდევს. მჭირდება, კიდე უნდა დავრეცხო, აქ ეხა მოვიმარაგე ისინი. ფასები რო დავიწყო იმის გამოცხობა, მაგრამ მაღაზიაში გავიქეცი, გამახსენდა ზეთი არ მქონდა ბისკვიტისთვის, ესეც გამოვიყოლე. ქაღალდი არ მქონდა, აი ეს მაქვს და ეს რაღაც გამოყენებული იყო რაღაცისთვის. ალბათ ხაჭაპურს მოვაფარიან და მეთქორე.
მეტი სხვა რამისთვის არა. ხო და ეხლა წავუსვენებ მე ხალხო ჩემი. ეხლა მოდით თქვენ მე არ დამიჯერებთ იმას. დედიკო ნამსხური მოგიჭრა? ცოტა. გინდა? ვერ ვიმეტებ. რამდენი შეჭამის გაჩვენეთ. აი ნახეთ რამდენი შეიჭამა. აი ხო და იმიტომ ვიძახი ვერ ვიმეტებ მეთქი რომ ხო და მჭირდება. მარა აი ეხა ნახეთ პროსტა. ახლა უყურეთ თქვენ და მე ვერ გავიგე ძვირფასებო. აი ესეთ გამხმარ ბისკვიტს თუ რას ქვია. აი ვერ გავიგე. აი ამას უყურეთ. აი ნახეთ. არაფერი არც დაჭერა უნდა, არც რამე მოკლედ არაფერი არ უნდა. აი ნახეთ, ეხლა ის ადგილი შემხდა, სადაც აი ეგ ქვემოთ კრემი წავს. აი ესეთია და გეგა, აი შუაში. ამას გეუბნებით, კრემი რო წავს. ძალიან ფაფუკია ხალხო. აი ძალიან უფაფუკესი. უყურეთ. თან ერთ ბისკვიტზე ფირფიტაზე ის არ მეყო. აი უყურეთ, გაჭამო? აი უყურეთ. აი ნახეთ. აი ნახეთ. მოდი დედა აქეთ. აქეთ მოდი. დაღეჭო არ უნდა ხალხო. ძალიან მაგარია. აი ხო გამომდიოდა ძალიან ფუმფულები, მაგრამ მე რას ვაკეთებდი იცით? აი ასეთი არასდროს არ გამომსვლია. ერთხელ გამომივიდა კიდე ჯგალში რო გავოვაცხე და ეხლა აქ დავაკვირდი ძვირფასებო იმას რომ თურმე კარგად ყოჩა ნაგავში ჩააგდეს. კარგად რომ გამოაცხობთ, გამოდის უფაფუკესი. აი პირში რო დნება. ესე იგი იცი რა შეიძლება მოკლედ ძალიან უნდა გამოაცხო თურმე რომ გამოგივიდეს ესეთი ფუმფულესი რა პირში რო დნებოდეს თან ნახეთ ბავშვებს გეფიცებით მიჭამია აი ესეთი მოუხვედრილად დამიჭამია ბისკვიტები რომ ძლივს რო ჭრი ბისკვიტს აი ეგეთი და ფირფიტა და ესე პირში დნებოდეს მსგავსი შემთხვევა ჩემი მეჯვარე გოგო იყო ანა ის აცხობდა ძალიან მაგარს ხო და კიდე მალხაზის ცოლი ჩემი მეზობლის და მე ასეთს ვაცხობდი ოხონდ სხვანაირად ანას რეცეპტით და ეს არის ჩემი მულის რეცეპტი და ძალიან მაგარი გამომდის აი არ მეგონა თუ ოდესმე ჩემი მულის ნაირი გამომივიდო და ეს მაგრამ ძალიან მაგარი გამოდის ხალხო ფაინდეჯერ დამისვებ და წვიმს ჩვენთან ფორმა აქვს შეცვლილი მაგრამ არ აქვს ეხლა დამავიწყდა რომ სალათი უნდა გავაკეთო კარტოფილი გავთალო დავჭრა სტაფილო გავთალო დავჭრა სტაფილო ცოტასეთ მეტი მოვიტანე კომპოსტოც მაქვს და თვითონ აძენძილს გავაკეთებ ხო ტორტი გინდა ტორტი გამოვაცხოთ და გვექნება ხვალისთვის კაი ოღონდ არაფერი განსაკუთრებული არ მექნება მაგ ტორტისთვის ვერაფერი ვერ ვიშოვეთ მეთქი გითხარი და ძალიან მინდოდა მწვანე ქოქოსი ფერებში იყიდებოდა ქოქოსები და ეხლა რატო არ იყიდება არ მესმის ვერ ხვდები სუგდიჩიც იყიდებოდა და სუგდიჩიც არა შეხო გაჭამე ეხლა ნამცხვარი რო წავედი მაგის არის აი აგერ ზედა რასაც გიგავს რო წავედი
დაუჭერი და დაუტოვე. დღეს ნაჭამია, ხალხო თორე წუხელა რაინ არ მისულა, გვიან გამოვაცხე. არ შეიძლება, ხო დაგისხი. სადაა ჭიქა? დამალე. ოჩახ, ჩადიდე და გასარეცხად. ის ბოთლი გასარეცხად კი არა, უნდა იმას აუქნა, გადავაგდოთ. ნაგავშიც არ მაგადგილი. ქილა გამიტყდა. ხო და მე ხა რასაც ვაკეთებ, რა ვიცი, ხორცის ნარჩენები, რაღაცეები ვიკითხე, მაგრამ არავინ არას თქვა, ზაღლი არ გყავთ, თქო, აქ კი დადიან ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ რა ვიცი. თუ შეჭამე, მე რა არის? კარი დაგხოლე. მაცივარი გამოწვინდე წუხე. გიჟივით წმენდდი. ისეთი ამბავია ეს მაცივარში. ხო და ესე შემოკარგებო. ხაჭაპურის ცომი უნდა მოვცომო, ვინიგრეტი გავაკეთო, ღერღელი გავრეცხო კიდევ, ფელამუში მინდოდა, მაგრამ ძველი წვენია და არ ვიცი რა გამოვა, მაგრამ მაინც ვწდი. მოკლედ მაინც ვწდიან და კომპოტებიც მაგ და შეურევდა რამეს გავაკეთებ. და ჩემი კინოც არის დღეს 7:30-ია. всё, მოკლედ. ხვალ ხაჭაპურს გამოვაცხობ და ღომს გავაკეთებ. აი ესე მინდა რომ საქმე მოვიტოვო. სახლით საღამოს ხამე, საღამოა უკვე. ხამე დავალაგო და გაწმენდილი და ყველაფერი ესე დავიტოვო. მაგრამ ახლა ნახეთ თქვენ. მე აქ სკამები არა მაქვს ბევრი. 6 სკამი მაქვს. ეს ერთი გადყდა. ძალიან აჩვენეთ თუ როგორი იყო და ეს ორი მაქვს. იქვე დრო მიდევს და იმასაც გავანთავისუფლებ. ცოტა შელახული იყო და მაგიტომედო იქეთ იმაზე ვედრო. ესე იგი მაქვს სადღაც 10 დასაჯდომი. მაგრამ იქ მდივანზეც შემილია, თუმცა მაგიდა არა მაქვს. ამის მეტი. ამას გავიტან, მაგრამ აქ რა მიემატება ესეთი 2, 4, 5 ადამიანის ადგილი. ის იშლება, თუმცა იმისი დასადგმელი, ანუ შუაში რო არის ის ზემოთ გვიდევს და იმაზე კომპოტები და რაღაცები გილაგია, ვერანაირად ვერ ჩამოიღებ, სავსე მაქვს. ცარიელი ბოთლებიც კი, ბანკებიც კი, კილებიც კი, ყველაფერი იქ მილაგია. და მოკლედ რა ვიცი. იმიტომ რომ რამოდენიმე ბავშვი რო იქნება, ამაზე გაუშალო ვითომ დაიხდიდები. რა სიტყვით აბა. ამაზე ბავშვს გაუშალო და იქდიდები, ესე ჯობია ვითომ. მე მგონი ესე ჯობია. იმაზე რა ადამიანი დაეტევა. ნახე თან დანაჩანგალიც არ მაქვს 12-ის მეტი. 12 მაქვს. თებშებს რაც შეეხება. ხო გითხარით რომ ის აი ესეთი თებშები რომ მაქვს. გამჭირვალე. აი ესეთი თებშები ყვავილებს რამდენი დაუდე. და მაქვს 1-12 წყვილი, იმასაც 1 აკლია, დიდი აკლია მე მგონი და 6 18 წალი პირველი მეორე კიდე. ეს მაქვს თებშებიც. მეტი არ მაქვს. საყიდელი მაქვს კიდე. არა თებშები და დანაჩანგლები უნდა მივამატო. მაგრამ მაშინ ისეთივე უნდა მივამატო, როგორიც მაქვს, რომ მე საბოლოო ჯამში ცოტა მეტი მქონდეს. მაგრამ არავინ არ იცის ახლა ეს დანაჩანგლები. უფრო სხვანაირები აქვთ. მე ვაჩუქე. ჩემი დამთის რომ მივიტანო ისეთი. მოკლედ წავედი ძირფაზე მოეხამე. ამათ მე მუხა დახსნის საცივი მაგასაკეთებელი აი. ესეც რო არ მახსოვდა. წავედი. დასაჯდომაც სამცალია. დროებით აბა. გოდიც არ მოსულა ჯერ ცეკვაზეა. მუხაც ზუგდიდინოშია. ხო და მოვა ალბათ.
და ურეკო უნდა მოვიდეს დროზე რომ მომეხმაროს ცოტა. წავედი. ბედნიერ, მშვიდობიან, პოზიტიურ, აყოფილ ღამეს გისურვებთ. ხო და შევეცდები რომ ხვალ მოვიდე. ცოტა დიდი ვიდეოთი შევეცდები.